მოგესალმებით 2026 წლის 17 ივნისია. Როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტის მიერ ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცებული იქნა რეზოლუცია, სადაც გაკრიტიკებული არის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა. სანამ დეტალურად ვისაუბრებდი ამ საკითხზე და ასევე ვისაუბრებდი სხვა საკითხებზე, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებრივ სასარგებლოდ მიგაჩნიათ. საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ. იმ მიზნით რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტად რო გქონდეთ წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ, დამტკიცებული იქნა ზემოხსენებული რეზოლუცია, სადაც არის გაკრიტიკებული საქართველოში ევროპარლამენტის მიერ, სადაც არის გაკრიტიკებული საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ მძიმედ არის ვითარება. მძიმედ არის ვითარება რა მხრივ. საქართველოში დემოკრატიის ინდექსი ძალიან ახლოს არის კრიტიკულ ხაზთან, 4 ქულასთან. ვინც აქ ამ პლატფორმაზე ჩემს აქტიურობას თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ მე ხშირად ვლაპარაკობ, რომ სოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზომად დემოკრატიის ინდექსისა სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღიარებულია ბრიტანული მედია ჯგუფის, მედია კომპანიის ეკონომისტის სია, რომელიც დოდადო აქვეყნებს სიას, სადაც არის სოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში, სადაც არის სოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების სია დემოკრატიის ინდექსის მდგომარეობის მიხედვით, სადაც დემოკრატიის ინდექსი ფასდება 10 ქულიანი სისტემით, 10 ითვლება საუკეთესოდ, 10-დან 6-მდე დემოკრატიულ სახელმწიფოთა სიაში გადის ზემოხსენებულ სიაში და დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის არის ზემოხსენებულ სიაში და მათ შორის რა თქმა უნდა განსხვავება მეტნაკლებობის პრინციპით, შემდეგ 6-დან 4 ქულამდე ჰიბრიდული რეჟიმის სახელმწიფოებად, ხოლო 4 ქულა ეს არის ეგრეთ წოდებული წითელი ხაზი, რომლის დაბლაც უკვე იწყება ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი, რომელიც მთავრდება ჩრდილოეთ კორეით, მიანმით, ყოფილი ბირმა და ავღანეთით. 2025 წლის მონაცემებით საქართველოში დემოკრატიის ინდექსი შეფასებულია ზემოხსენებულ სიაში 4.36 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 0.36 ქულა აშორებს საქართველოს დემოკრატიის მიმართულებით ზემოხსენებული ეგრეთ წოდებული წითელი ხაზიდან, ანუ 4 ქულიდან. ცნობისთვის 2011 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, ამ დროისათვის იმავე სიაში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა შეფასებული იყო 4.74 ქულით, 2013-ში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით 5.95-მდე ავიდა, ხოლო 2024 წლის მონაცემებით 4.7 ქულა, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ 5.95-მდე იყო ასული თითქმის დემოკრატიული სახელმწიფოების მაჩვენებლამდე, ანუ 6 ქულის მაღლა უკვე დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება, ხოლო 2024-ში მხოლოდ 4.7 ქულით არის შეფასებული, ხოლო 2025-ში მხოლოდ 4.36 ქულით. რას ნიშნავს ეს? თუ კი ჩაცდება 4 ქულას, ასეთ შემთხვევაში თუ კი ვიმეორებ, მაგრამ დემოკრატიის ინდექსის შემცირების ტენდენცია ფაქტია. რასაც ადასტურებს ეკონომისტის ზემოხსენებული სია, რომელსაც სხვადასხვა წლებში 2024-ის, 2013-ის როგორც მოგახსენეთ. თუ კი ჩაცდება 4 ქულას, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ოფიციალურად გამოცხადება ავტორიტარული მმართველობის რეჟიმის სახელმწიფოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ავტომატურად დაარტყამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ავტომატურად ძიმე დაისახება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ჯიბეებზე, ანუ მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დადგება საქართველოს, მიმეორებ, თუ კი ჩაცდა 4 ქულას და თუ ოფიციალურად ავტორიტარულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, აუცილებლად დადგება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის შეთავსებულობა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან. აუცილებლად დადგება ზემოხსენებული საკითხი, აუცილებლად დადგება საკითხი საქართველოს მოქალაქეები ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად დადგება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო გადაადგილების უფლებასთან დაკავშირებით. ეს აუცილებლად გამოიწვევს საინვესტიციო თანხების საქართველოსკენ მოდინების სერიოზულ შემცირებას, სერიოზულად შეამცირებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, რაც
თავისთავად ძალიან მძიმე იქნება გამოხატული საქართველოს მშპ-ს ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენციაზე ან შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას კი უფრო სწორად უფრო მეტი ალბათობა იქნება იმისი ასეთ შემთხვევაში რომ არა მხოლოდ შემცირდეს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენცია არამედ პირიქით შემცირებისკენ წავიდეს მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ასეთ შემთხვევაში თუ კი ზემოხსენებული მოვლენები განვითარდება საქართველოში საბანკო კრედიტებზე საბანკო სესხებზე პროცენტის ზრდას ვინაიდან ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში გადასვლის შემთხვევაში ეს აუცილებლად შეამცირებს საქართველოში ეს გამოიწვევს პანიკას საქართველოს მიმართულებით ინვესტორებში აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს მიმართულებით საინვესტიციო თანხების შემცირებას ანუ ფულის გაძვირებას ანუ საბანკო სესხებზე კრედიტების კიდევ უფრო ისედაც ძვირი პროცენტების კიდევ უფრო ისედაც დიდი პროცენტების კიდევ უფრო გაზრდას ანუ კიდევ უფრო გაძვირებას ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება რადგან თუ ეს მოხდა მერე შემოbrunება ძალიან ძნელი იქნება ამიტომ მე მოუწოდებ ოცნების ხელმძღვანელობას რომ არ დაუშვას ის რომ საქართველოში დემოკრატიის ინდექსის საერთაშორისო მაჩვენებელი ჩაცდეს 4 ქულას და საქართველო გადავიდეს ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში ამიტომ მოუწოდებ ოცნების ლიდერებს რომ დაიწყონ დემოკრატიული რეფორმები დაიწყონ დემოკრატიული რეფორმები მოუწოდებ ბატონ მიხეილ ყაველაშვილს რომ გამოიყენოს შეწყალების უფლება მაქსიმალურად სცადოს შეწყალების უფლების გამოყენება იმ პირთა გათავისუფლების მიმართ შეწყალების უფლების გამოყენების იმ პირების მიმართ რომლებიც არიან დაპატიმრებულები და რომლებიც არიან თავისუფლება აკვეთილები და რომელთა მიმართაც არის ძალიან დიდი ალბათობა როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო მიმართულებით რომ მათი დაპატიმრების მიზეზებში არის პოლიტიკური დიდი ოდენობით არის პოლიტიკური ინტერესის შემცველობა ასევე და ხოლო ოცნების ლიდერებს კი მოუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოში დემოკრატიული რეფორმები მათ შორის საკანონმდებლო დონეზე მოუწოდებ დაუყოვნებლივ იქნეს გაუქმებული საქართველოში მაჟორიტარის ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების იმ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების და ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი მუხლების გაუქმებაც რომლებიც ან ცვლილებები ან გაუქმებები სიტუაციის მიხედვით რომელი მუხლებიც ხშირ შემთხვევაში ხედველობაში მაქვს საპროტესტო აქციებთან მიმართული ის შეზღუდვები რომლებიც განსაკუთრებით ბოლო ხანებში დაწესდა და რაზედაც სერიოზული განგაში არის საერთაშორისო ასპარეზზე და ხშირ შემთხვევაში ისინი არის ბოლო ხანებში მიღებული მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის რომ მანამდეც იყო კანონმდებლობაში ხშირი ხარვეზები აზრის გამოხატულების მიმართულებით მაგრამ აქამდე ასე აქტუალურად მოქმედებაში არ იყო ასე ვთქვათ უფრო მიძინებული სახე ჰქონდა და ახლა აშკარა გამოხატულება ჰპოვა მოუწოდებ რომ დაუწყოვნებლივ დაიწყონ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიის მიმართულებით ეს იქნება საპროტესტო აქციების ჩატარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები თუ სხვადასხვა მიმართულებებით და ეს მოხდეს დაუყოვნებლივ რადგან დრო არ ითმენს ვინაიდან თუ მოხდა საქართველოს ავტორიტარულ სახელმწიფოთა სიაში გადაყვანა ანუ 4 ქულაზე უფრო დაბლა ჩაყვანა საქართველოში დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლისა მერე ეს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეკონომიკურად და არა მხოლოდ ეკონომიკურად. ამიტომ მოგმართავთ ოცნების ლიდერებო რომ დაუყოვნებლივ დაიწყოთ შესაბამისი დემოკრატიული რეფორმები.